საღები და მამისა და დადისა და სულისათმისა და გილოცავთ მე ქრისტეს ასწავლოს ქრისტეს შობამდე 260 წინ ცხოვრობდა სვიმეონი თისახული იყო ებრაელთა წმინდა წერილი მარტო ებრაელებს უნდა და რო თავიდან წმინდა წერილს ძველათმოს იქ ისაიას უწერია ხალხული შოვსა და ესეც ერთ-ერთი მთავრდელი იყო წმინდა წერილის და ვიფიქრე რომ დავწერო ხალიშოვსო და ანგელოზმა უთხრა როგორც წერი ესე დაწერო და მეთქვა უთხრა რომ სანამ არ ეხილაო და სამსასაოსო მანამდე არ მოგდებიო და მართლაც მეთქვა ასრულა 260 წელი და მეორმოსეთოს რომ მიიყვანენ უფალს ტაძარში ეს სვიმეონი მიხვდება სულიწმინდით რომ ეს ის მესია ის მხსნელია რომელიც წერია წმინდა წერილში და გაიხარდება და მიირხმამდა იმას მოსასწავლო დღესა. დღეს კიდე მაგრამ ეწერა სახარებაში რომ მოვა დრო მეორე მოსვლის დროს ჩვენ წავდგებით თიწინაში და ზოგი იქნება თხა, ზოგი ცხვარი. რას ნიშნავს ეს? ცხვრები წავლენო სამოთხეშიო და თხები წავლენო ჯოჯოხეთშიო და რას ნიშნავს ეს? ვინც სოდვებშია და სინანულში არა მიდის ჯოჯოხეთში, ვინც სინანულშია მიდის სამოთხეში და ეგ წერია რომ პატიმარი რო ვიყავი და არ მინახულეთო, მშიერი ვიყავი და ამაჭამეთო, შიშვე არ შემოსეთო და გაუგუდება და როდის იყავიო შიშველი და როდის იყავიო მშიერიო და რაც სხვას ვიყავითო ეს მიყავითო მეო, ესე იგი ჩვენ მშიერს რო ვაჭროთ მოსავდა და ვისაც არაცვია ამით ესე იგი ჩვენ ღმერთს ვახარებთ როცა ცხოვრობთ მოწყალებით, როცა ცხოვრობთ სიყვარულით. მაგრამ ჩვენ ვიცით და პავლე მოციქულზე ნათქვამია რომ პავლე მოციქულს ანახა ღმერთმა სამოთხე და რა დაინახა გაუკვირდა ვინც იქ ნახა, ამიტომ რომ იქ ნახა ქურდები, ყაჩაღები, ჯადოქრები, კიპრიანი ჯადოქარი, ეძავები, მრუშები და რატო? არა ამიტომ რომ პირველი მიწავიდა სამოთხეში ავაზაკი, მაგრამ არა ამიტომ რომ ავაზაკობდა, ამიტომ რომ შერცვა, აი როცა იმისა, რასაც აკეთებდა, როცა შეგწხვება შენა, იმას ქვია სინანული, ცოდვებისა გამო. თუ შეგწხვება შენი ცოდვებისა გამო, მაშინ განკითხვაში არ ჩავარდები და რამდენი აქ მონასტერში ცხოვრობს და ზოგჯერ ზიარებაზე არ მოდის, იმიტომ რომ დაბოხმილია მონასტრის წევრზე ან სტუმარზე. თამდუს მონასტერში ცხოვრობს ზოგი 10 წელი, ზოგი 5 წელი, ზოგი მუდმივი წევრია. ის კი იცის რომ როგორც განეკითხავს ისე განეკითხება, მაგრამ რა აქვს? ცოდნა აქვს საკუთარი ცოდვებისა. გონებით, მაგრამ გულით არ აქვს. აი გული როცა ადირდება ჩვენ ცოდვებზე, იმას ქვია სინანული. მაშინ სხვას არ განეკითხავ, მაშინ ემსგავსები სავსე-პურის თავთავ, სავსე-პურის თავთავი როგორი არის თავდახრილი. როცა პურის თავთავი ცარიელია, არის გაჭიმული და სხვებს ემოდან უყურებს იმას ქვია ამბარდავნება. მაშინ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ამას? სანამ წმინდანები არ გავხდებით, შემშიც არის განკითხვა ხანდახან მამასწრებს, მაგრამ რომ მამასწრებს, მაშინ მახსენდება ჩემ წარსულში რა გამეკეთებია ცუდი და მაშინ ესე იგი გამივლის ეს განკითხვა. და რას მეუბნება კიდე წმინდანები რომ საქციელი უნდა გძულდეს ადამიანის, ხოლო ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს ესე იგი ვინც ცოდვაშია და უნდა ვიცოდეთ რომ ყველა ადამიანი ღვთისხატება, ამიტომ რომ დღეს 40 კაცის კვლელი მოსეშავი ხვალ შეიძლება შენ გაგისრო და გაგვისრო მოსეშავმა რომელსაც თავის ცხოვრებაში 40 კაცი ყავდა მოკლული შენ გაგისრო რას ქვია გახდა ყველაფრის ცოდნა, იმას ქვია სულიწმინდი. ასევე ეს სვიმეონი ღვთისმირქმელი როგორ მიხვდა რომ ეს მესია სულიწმინდით და მოვადრო რა რომ ყველა საწუნდება გაერთიანდება, ამას ქვია ეკუმენიზმი და იქნება ერთი ლიდერი მთელ მსოფლიოში, რომელიც ჩვენი სწავლებით სულიწმინდით იქნება ანტიქრისტე და მას ხალხი მიიღებს ესე იგი როგორც გენიოს, როგორც მშვიდობის ყოფას, იმიტომ რომ გააჩერებს ომებს, შეაჩერებს, მაგრამ ჩვენი სწავლებით იქნება ანტიქრისტე, როგორც იყო ლენინი ანტიქრისტე. ყველა ანტიქრისტია ვინც უარყოფს ქრისტეს, ვინც ესე იგი თავისი მოქმედებით, შოუებით, კინოებით, ხელოვნებით თესავს
სიძვას, მშობას, სიტყვაობას და ცოდვებს. ყველა ანტიქრისტია, პატარა ანტიქრისტები. და რა მოვიდა ახლა ესე იგი ქართველები ქვია ჩვენო და ევროკავშირი გახდა მიზანი. როგორ შეიძლება მოწმე თუ ხარ მიზანი იყოს ევროკავშირი? კი, შეიძლება გინდოდეს, იმიტომ რომ იქ უმუშევას მეტი აქვს ვიდრე მუშას. იქ ადამიანი დაცული არა მარტო ის საფრანგეთში, ან გერმანიაში, ესპანეთში. არამედ შენ სულზადი ხარ, შენს დაცული ხარ. აგიდე შენ ქვეყანაში რო ხარ, ვისაც ქართველი ქვია, ვერ შედები საქართველოში და ამიტომ გინდა იწახვიდე ევროკავშირში. იმიტომ დაცული ხარ, როგორც ადამიანი. მაგრამ მიზანი როგორ შეიძლება იყოს ევროკავშირი, სადაც ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს ასწავლიან და უმეტეს ქვეყანაში ევროკავშირი ქვია. იფიქრეო იმაზე, ვინ იქნებიო ბაღში და პირველ კლასში, ბიჭი იყო თუ გოგო. სადაც საბერძნეთი როა შემოყვა საბერძნეთის მაგალითი, რა გაუკეთა დემოკრატიამ საბერძნეთს. 3 წელია დააკანონებია არასწორი ქორწინება და ეს ახლა ზოგი მეუნება გაკურებული თვალების ზოგი ჩემი ასაკია მე 68 წელს. აბა რა უყოთ იმათ? განა ეკლესია ამბობს რომ ჩამოვწეროთ ადამიანი ყოფაქცების გამო ჩვენ ვამბობთ რომ შვილო ეს არის ავადმყოფობა. ის ვისაც ლიბერალები გვიასამბობენ შვილო ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა და ამათი ჯანსაღი მდგომარეობა ასეთი მიდგომა ისინი დავდება ქორწინებით. ეს ქორწინება კიდე ისინი დავდება რომ კანონით შეუძლია 200 ბავშვი ეყვანოს. 200 ბავშვი ეყვანოს. ამხელა საშინა, ამხელა საზიზრობა. დაგვიფაროს მერტმა. კარგი გადმოვიღოთ. ცუდი არა. მას კი თავისუფლება და თავისუფალი აზროვნება მოუწევს მეთქვა და მაგრამ ეს შეუძლებელია. სანამ არ შეიყვარებ მერტს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ რამდენია რომ ესე იგი ერთი პროფესორია ჩემი ასაკის და ხედავ მუშაობს იმაზე გასწორებული აქვს ოჯახ საჭმელს აჯამს. დღე ისე გაევლის და გონია საიდუმლო ხსნისა სულ ქართულ ასოებში და ქართულ ენაში. აი როგორი ადამიანი, როცა რაღაცას აღმერთებს. აღმერთებული ყავს ქართლს, ქართული ენა, ქართველობა. და ხშირად მოყავს მაგალითი იმისა, რაც დაგვიშავებია, რატო? იმიტომ რომ მივხვდე რომ ქართველობაში და ქართულ სტილში და ქართულ ენაში არ არის გადარჩენა. ამის მაგალითია 70 წელი ქართულ ენაზე რო გეთქვა რომ მეტი არის თუ გიჟიღავი და ჩამოჩენი. ამის მაგალითია 2 საუკუნე მე-11 საუკუნიდან რუსეთის მეფის შეერთებამდე რუსეთის მეფემ გაუხმა ტყვეთას ყიდვა, ამას ეწოდა სვერონ მეფე, ახლა ყველას მაგისენება. არაფერი არ გაუვიდა უჩი თავადების და საკუთარი დედის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს სვერონ მეფის დედა თანახმა იღო, ქართლის ქართული გაიყიდა სტამბოლის ბაზარში და გაკრიტა 2,5 მილიონი ვერ უშველა. ესე იგი იმ სვერონ მეფის დედას და იმ თავადებს ქართულმა და ქართულმა სისხლმახაც ეროვნებით ქართველები, წარმოშობით ქართველები რებს ვიკეთებენ. 30 წელია რაც მოქმედების თავისუფლება გვაქვს, ესაც ქვია მასმედია, გვინადგურებენ შვილებს და შვილიშვილებს არასწორი შოუებით, თავიანთი ბილსიტყვაობებით, თავიანთი გადაცემებით. რეკლამას ვიკეთებენ ბილსიტყვაობას, სიძვას, მუშობას, მამათმავლობას და არიან მტრები ღმერთის და ბავშვების. არიან ეროვნებით ქართველების, ისეთ ქართველები, ესე იგი ეს ევროპელობაც ხშირად მოყავს რომ ფაშიზმი სად დაიბადა გერმანიაში. შუაგულ ევროკავშირში, ესე იგი ევროპელი ხარ თუ ქართული ხარ, კოტარი ხარ. თუ მადლი არა შენში და ეს მადლი არ მოგაგოთ ღმერთმა, ჩვენთან არის ღმერთი.